თქვენ დაკავებული ხართ უამრავი ბავშვის გახარების ბრალდებით, მაგრამ არ გაქვთ დუმილის უფლება. წამყვებით. სახელი და გვარი. თოვლის ბაბა. ხომ იცით რის გამოც დაგაკავეთ? ბავშვების გახარების გამო. აღიარებთ დანაშაულს. რა თქმა უნდა. რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს შენს პროფესიაზე ყველაზე მეტად? ის რომ ჩემი ირმებიდან მხოლოდ და მხოლოდ რუდოლფი მიყვარს ყველაზე მეტად. ირმებს რა საჭმევ? დილაობით სტაფილოს, საღამოობით თივას. როგორ ასწრებ ათასობით საჩუქრის დარიგებას ერთ ღამეში? მე ხომ თოვლის ბაბუა ვარ. მე ყველაფერი შემიძლია. ყველაზე უცნაური რა ნივთი უთხოვია შენთვის ბავშვს? აჭარელმა ბავშვმა მთხოვა ერთხელ ჭიპონი. როგორ იპარების სახლში, როცა სახლს ბუხარი არ აქვს? ეს ჩემი საიდუმლოა, მაგრამ მაინც გაგანდობთ. ღამე მშობლები ნოხის ქვეშ ტოვებენ ხოლმე გასაღებს. მე მაგ გასაღებით კარებს ვაღებ, მივდივარ ნაძვის ხესთან და ვდებ საჩუქარს. დაუნახი ხარ თუ არა ოდესმე ბავშვს, როცა საჩუქარს უტოვებდი? სამწუხაროდ კი. ზედავერცხობი და გასაგებია, მაგრამ ხო არ გირჩევნია, რომ ერთხელ ვინმე მხინკალი დაგახვედროს? თუ არჩევაზეა, ნეკნები მირჩევნია. რისი? ირმის. ეს ხუმრობით. ღორის მირჩევნია. და თვითონ თოვლის ბაბუას ვინ ჩუქნის საჩუქარს ახალწელზე? ბავშვების სიყვარული ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია. რას აკეთებ წლის დანარჩენ 364 დღეს, როცა ახალი წელი არ არის? ვაკვირდები ბავშვებს, ვინ იქცევა კარგად და ვინ ცუდად. რა აზრის ხარ შენს მოსისხლე მტერ გრინჩზე? იმ წონე კაცზე, ყველა მითის ვინც არის და რაც არის, მაგრამ საკმაოდ გულიანი ბიჭია. ოდესმე ხო არ გიფიქრია პენსიაზე გასვლაზე და საქმის ელფებისთვის გადაბარებაზე? მე ძალიან მიყვარს ეს სფერო. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ამიტომ ვერ ვიზავ მაგას. ახლა მოგცემთ 1 მილიონს და თან გაგათავისუფლებთ. ოღონდ საჩუქარი აღარავის უნდა აჩუქო. გაწყობს? თქვენი აზრით, მაწყობს? არა. რა თქმა უნდა.